Instagram-ისთვის გადავიღე ძალიან კარგი ვიდეო, ძალიან მომწონს მაკიაჟის და სახისმოვლის და ასევე თმის, ხო და ძალიან მომწონს ქვერასიტყვით. როგორ გამოვიყურე. თმა ძალიან შემიცვალა პროდუქტმა. ანუ ცოტა სიპრიალე მისცა და ისეცაც უწარყოფილებაში აღარ მაქვს თმა, ხო და გამოვიყურები ასე. ამას თქვენც ხედავთ ხო? ვირას დაგაცდით ხალხო? დაჯდომას, რამის გადაღებას შანსი არ არის. ამას უფალო. მორჩა ეს ადგილიც ამეხა. რას აკეთებდე? მარიკო, რას აკეთებდე? დილამშვიდობის. ჰაი. მოვიდა თქვენი მზის ხივი. ესე რა გაპუწულობას აქ ადგილი. აი მე გული ამოვარდა მარიკოს ფართხაფურთხილ გადამოვიყვანე. 9-ს უკლია 5 წუთი. მაქსიმუმ 7 წუთში ჩემსახლთან ვიქნები და იქიდან კიდე საკმაოდ ცუდად რომ მჭირდება მეტრომდე ასე რომ აი მე მიშველეთ. ჩვეულებრივად ვასწრებ მარიკოს დატოვებას და სამსახურში მისვლასაც. ადრე ხა ბევრად ვასწრებდით 11-ზე რო ვიწყებდი მე. რას ვისავთ? ვეღარ ვსუნთქა. და წარმომიდგენია ბავშვი. ზოგი მონაკვეთი ხელით ვატარე. ზოგი თავისი ფეხით. თქვენ როგორ ხართ ხალხო? როგორ ახართ, როგორ? ამოვარდა. აი მე სამშობლო გაწყობა მაქვს. და მე საერთოდ ვფიქრობ, რომ თუ კი დადიხარ სამსახურში, ყველაფრის მიუხედავად არ გინდოდეს გეზარებოდეს და რაღაცები, მაინც უნდა შეასრულო შენი მოვალეობები. სულ ღიმილი სახეზე ბავშვებთან. იმიტომ რომ სულ არ აინტერესებს შენ იმ წამს რატო ხარ, როგორ ხარ და ასე შემდეგ. რაც მიდოდა ხე შარფი რო ჩავიფინე. სული ამომხდა. საუზმე კი არა და სახლში კვერცხი დამრჩა. ხო და შევირბინოთ და ავიღოთ. იმედი მაქვს. სადაც რო დავხედავ. წავედით კვერცხზე. ვებით სახლს და ვნახოთ რომელი საათია. 5 უკლია 9-ს. იდეალურად. ეხა მაღლები რომ მეცვას ეს ჩქარობერული თავის თავად, მაგრამ რა დროს მაღლებია. ხალხო იმდენი შპრიცები ყრია ქუჩებში, იმდენი. არ ვიცი ძალიან ფრთხილად ვიაროთ და ვატაროთ ბავშვები, იმიტომ რომ რა ვიცი რა ყველა ნაბიჯზე არ გცხვენიათ ხალხო, თქვენც ხო ყავთ შვილები, თუ შვილი არ ყავს, ყავს დაადი შვილი, რა ვიცი ვიღაც. რატო აკეთებს რო წირსხრინა გავო. ყოველთვის ვცდილობ ხოლმე და ზოგადად სახლში ვცდილობთ ყველა რომ ჩვენს ნივთებს, არეულ ნივთებს მივუჩინოთ ადგილი. რა თქმა უნდა არის შემთხვევა როცა მარტოც ვალაგებ, როცა ხო ხვდებით, მაგრამ შის შემთხვევაში უფრო აქცენტი არის მარიკოზე გადატანილი, იმიტომ რომ თავისი არეული ნივთების მიბინავება, დალაგება, დახარისხება უნდა იცოდეს ამ ასაკიდანვე. პრინციპში ამ ასაკიდან კი არა ძალიან დიდი ხანია ამას აკეთებს. კი გესმით ხმა აგერ არ მაცდის. უკვე სახლიდან მოგესალმებით მეგობრებო. როგორ ახართ? მოდი დავლიოთ ყავა, ვაიმე. გეხვეწებით ხარ, ნუ გამიმახვილებთ გარეგნობაზე ყურადღებას.
სამსახურიდან რომ მოვიდივარ, ვარ სრულიად შეურაცხადი. ყავა მოვიტანე როგორც იქნა. გუში მოიტანა, შემაქფარავა ყავა, მაგრამ როგორია, იცით? ეს ყავა რაღაცა ხვიერია და ბერძნულს წააგავს, მოკლედ, აი ვინც ბერძნულ ყავაზე გიждდებით და საბერძნეთში ხარ და აქ ვერ შოულობთ, აგერ ბატონო. ერთ-ერთში. და მე რა თქმა უნდა გავარდი და ჩემთვის ყავა ვიყიდე. ჩემთვის კიდე ყავა ვიყიდე, მოკლედ, იმიტომ რომ არც ერთ ეგეთი ყავა არ მოგწონს. ხო და მოვადუღოთ, ისე მინდა ყავა, აი წყალი რო გწყურია, მაგრამ ხო ეს მე ჩავყაროთ. მაგრამ ახლა არა. ნაკლებად მედარდება ახლა მაგის ჩაყარა. და გავიქეცი, დღეს გაიღო როგორც იქნა მაღაზია, აქამდე არ ვიყიდი გუშინ მაგალითად, მაგრამ სად იყო დაკეტილი? კი, ბაღში იყო მარიკო, გადასარევად. მშვენივრად მიირთვაო, ყველაფერი მოკლედ ჩაატარა, ისე როგორც შეეფერება ჩემს გოგოს, ხოდე? ჩემი ლამაზი გოგო, ხოდე? კი, დედიკო, კი, საყვარელი. რომ ისე მეძინება თქვენ ჯვარი გწერეთ. გუშინ ადრე დავწექი გოგოებო. ტელევიზორი გავთიშე, პირველი არ იყო და ჩემთვის ტელევიზორის გათიშვა პირველზე და ზოგადად ჩაწოლა, აი, ანუ ვითომ ვიძინებ პირველი არის, აი ძალიან ადრე რა. მაგრამ რაც მუშაობ დაწესებული მაქვს ორი სიქით, დრო აღარ გადამყავს. ორზე უკვე და გავითიშე. რაიმე, გავწამდი ხო? მე გავწამდი, ეგეთი არ გენახოთ, აი მე დედა. არაფერი, უბრალოდ არ გენახოთ არაფერი. მე ვიტანჯე და მე ვიბურდღე და არ ვიცი, მგონი 4 იყო თუ რაღაც რო დავიცინე. ახლა ჩემ ენერგიას მაინც არაფერი აკლესი, მართლა გიხალთ სამსახურში რომ მივდივარ, მაინც, იმიტომ რომ ეხლა იქ არავის არ აინტერესებს, შემგვიან დაწექი ადრე. საქმე უნდა გააკეთო მორჩე წერტილი. მაგრამ ანუ ხო ხვდებით. მე რომ მოვდივარ, მე აღარ ვარგივარ. დაახლოებით რო გითხრათ. ესე იგი, TikTok-ზე დიდგორის ხინკლის ვიდეოს, რომელიც დავდე 93,000 ნახვა აქვს. ახლა ალბათ უფრო მოემატებოდა, წერან ნახე. სასწაულ ფურიოზია. ნამდვილად დამეთანხმებით. და რატოა? იმიტომა გენაცვალეთ. რომ არ ვიტყურები. ნაგავს ხედიან და რა თქმა უნდა ხალხი ამაში ძალიან ასე ვთქვათ ამყვა, იმიტომ რომ მართლა ნაგავია. სულ აღწევს მნიშვნელობით. ხო, დამიწერეს რომ ის არისო. სად არის ჯამი კაცო დიდი. თანამშრომლებიო გაუშვესო და აპარატები ჩამოიტანესო. და რაღაც მოპრუპული საზიზღრობა რო არის, ანუ აპარატი ახავს ეგრე რა. ხო და კი ეტყობა რაც არისო და ხო მუშახელს უშვებენ რომ მოგებანახონ, მაგრამ ამდროს რჩებათ ნაგავი. და ხალხი რა ისტორიებს ყვება, ხალხო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა შოკი მაქვს. რა შოკი მაქვს. მარიამი მიირთმევს? მაგრამ არ ამედა. მიდის ჩემო სიცოცხლე, მიდი დაგინახო რომ მიირთმევ და გამიხარდეს უნდა, მიდი. მიდი დედას ერთადერთო რა თუ გიყვარვარდე. მიდი ჩემო სიცოცხლე დე. მარიკო, ნუ მანერვიულებ შემოგევლი დაღლილი ვარ ძალიან დე. ასე. მამას ავაწყობთ ხორციანი კერძი, მიდი და რაც ხელია. შველეთ. მე გაგიხსნი გაუში, მიირთვი ხაჭაპური მოვალ დედიკო და ვნახავ რამდენი მიირთვი და მე გაგიხსნი. მანამდე არ გეგონოს რომ გაგიხსნი. როგორ? არის. აბა ვნახოთ და დიდი ჩემო სიცოცხლე ესეც დაასრულე. მაგრამ თუ რა, აი, ამდენს ჭამს. კარგი. მივირთმევ აგერ. გოგო. ბატონო. ეს მამი
მიტანდე. მარიკო, მე გოგო ვარ თუ დედა? დედა. რა თქმა უნდა. აი, საყვარელი ხარ, დერო იძახი ხოლმე, გოგო რაღაცნაირი საყვარელი. მუდკნა რა ვიყავ. მე და მამა რა მინატრიეთ გახსოვთ? ჩემი ავამბო. ისაუბრე და მოვალ მე. არა ვიყავი და დაბალი. რა დიდი გავიზარდე. ხედავთ? ბერფაჯმელებს რომ მაგიტო გავიზარდე დიდ გოგო და ყველა ეს მოვარდებ ამის წამას. რა თქმა უნდა, ესენი ვერ მომასწრებე, მაგრამ ვერ არ არიან. აგერ თუ არა დიდი ბიჭები და გოგოები გაიზრდნენ. მარტო გოგოები გაიზრდნენ. მე გავიზარდე მარტო ჩემი კიდევ არავინ გაიზარდნენ. შობლები და პატარები მოვჩი. ახლა სკოთამას ვიდა გადავიდა. როგორ მე ფიქრობ, შენ რა შევიტყვი? შენ რა შევიტყვი? მე ხარი ავერეს. მოდი საყვარელო და. და დიზეთი გინდონდა? თმის ჩვენის არის და ხო. ხო, ვესაუბრე. და ეხლა კიდევ საუბრარი. საუბრობდე? რა თქმა უნდა, მე მაგას არ მიტყოდი. ხამიჩი. რაიმე ხალხო ეს ჩანთა დაგვრჩა იმაში, ეს ჩასაცმელები გამოსაცვლებია. ხვალ უნდა ჩავიცვათ ბაღში საყვარელო. ნიცა ხაჭაპუს. ესაც რატო ყრია საყვარელო. კალა. მე მოვიდი ბაღში და მე უნდა დავალაგო. აბა ვინ უნდა დაალაგოს თავის ნივთები საყვარელო? გაიწიე შენი ნივთები უნდა დაალაგოდე მე ჩემი ხო? ხა. შენ დაიგულები. მიშველეთ. ანუ რას გავს საქაურობა ხალხო? ანუ რატო ვართ ეს არეულები მოიცადე და გენაცო. მე ქაღალდი გადაგვიარდეს. მაშინ ხაჭაპური იდო. რაიმე ისე მცხელა ხალხო. მირჩიდე, კარგი? ის მინდოდა ნახევრად ფენოვანი როა, მაგრამ რავი არ ქონდათ რა და ის წამოვიდა. დავუწიოთ ტელევიზორს. ყავა დავლიოთ. ეხლა ყავა როგორ მინდა, იცი, როგორც ჰაერი დაახლოებით ძალიან რო წყურია წყალი და დედა რაო? რაო დედა ღრუტო? დედა ღრუტო. ჩემო სიცოცხლე ისე ცხელოდა ბავშვი წეღან ყველაფერი გავხადე და მე სხვა რამე გადავაცვი, იმიტომ რომ სვიტერი ეცოდ ბავშვი დასცხა სიმართლე მეც აი ხა იმაში არაკომფორტულად ვარ, აი ხა ეს რომ მიკეთია მგონია რომ მიჭერდა მცხელა, ამ დროს ეგრე სულაც არ არის, მაგრამ ეს ის მაქვს რა. ეს მაჩუქეს და ძალიან მიყვარს სხვათა შორის. აი განსაკუთრებით ხო და განსაკუთრებით მიყვარს აი ეს თხილით ძალიან. ოღონდ ხალხო, ვეძებე და კალორია ვერსად ვერ ვიპოვე. მე მგონი უი ბოდიში აგერ არ ყოფილა, ნეტასად ვიხედებოდი მე გაჭირებული. აგერ წერია საკმაოდ გლეჯვა კალორია აქვს, მინდა გითხრათ 563 კალორია. მე უფრო აქ ვეკვირდებოდი. კი ბატონო და. ამიტომ მარიკო მირთვს. იცი რა არის? გააჩნი ახლა თუ დამრჩება მე კალორია, უფრო საღამოს მინდა ყობარს რომ მოვა ყავასთან ერთად მივირთვათ. ვაიმე რატო ვერ ხსნი?
ხო და დღეს ჩემო უსაყვარლესმა მზარეულმა მოხარშული კარტოფილი გამომაწოდა ვთხოვე მეუთხარი მშირი არ დამტოვა შინ გახარებას მხოლოდ კვერცხი მქონდა წაღებული ის დამრჩა მერე ის მერე ვეღარ მოვასწარი და მოკლედ ახო და ისე გამიხარდა ფიშტები ძალიან კაი სუნი აქვს მაგრამ ჯერ ხაჭაპური უნდა მივირთოთ ხო გვახსოვს დე ხო ჯერ ყავა ძალიან და მერე კი ჩემო სიცოცხლე გაგისწორო შარვალი დედიკო ჩემო მამაზო მობრუნდიდა ეს გული მეცედედი აბაბი ჩემი დედას გული დედასი მოკლედ დედიკოს ვიდეოზე გამოჩნდა ერთი კომენტარი და მინდა ვთქვა რომ მე ვფიქრობ ხალხო რომ თქვენ დაფრინავთ და რეალურად ნახე ვერ აცნობიერებთ რა ხდება და რატომ მიდიან ადამიანები ემიგრაციაში არის მეზე მგონია არის სხვა ვერაფერი ვერ შეუსაბამე თქვენს ამ გამოსვლას თან ანაი განა ის რომ მიდის ადამიანი და კეთილი მგზავრობა და რაღაც და მე დაწერო შენი აზრი კაც დაწერე მაგრამ აი იცი როგორი აგრესია ნარევი კომენტარები რო იწერება ხოლმე ხო იცით რომ ის არის ვინ აძალებს თუ ქვეყნად არ გაგდებენ რატო უნდა წახვიდე და შვილო შენ ეტყობა გენეტიკურად მოგდგამს აი ეს და თქვენს ქორებს кайფულები ულაგიათ აი აქ და ძალიან მარტივია თქვენთვის ცხოვრება და არ მინდა ახლა დეტალებში შევიდე, მაგრამ თქვენ საქმეს მიხედეთ რა, ძალიან გევეტრებით. ასეთმა ხალხმა. გადაიწიედე. დედიკამე გავგეთო? თუ არ შეგიძლია ადამიანს უბრალოდ უსურო კეთილი მგზავრობა და უბრალოდ წარმატებები უსურო. ან საერთოდ კაცო უსურვებ, მაგრამ ვერ უნდა ხვდებოდეთ რატომ მიდიან ადამიანები ემიგრაციაში, ანუ აი ცოტა მიკვირს ხოლმე, მაგრამ აღარ შევალ ამ ამბავში, იმიტომ თავი არა მაქვს სიმართლე გითხრათ. თქვენ რომელი ფერი მოგწონთ? ვაიმე მიშვი. დედი, მე მოვწ. თან საკმაოდ ბევრი დევს და ძალიან დედი კაია. ახარინდა. სულ ცოტა ჩემი ხათრი თუ შეიძლება, კარგი? შენი ხათრი თუ გვაქვს ევჭამე. არა, ის მამას ხათრით იყო. აი ცოტა პაწაცი. კი ბატონო, კარგი მიირთვი რა არ მანერვიულო შემოგევლე დედიკო. და მე ამას გაჩუქებს დედა ხო დე? მე გათხოვე. ესე იგი გუშინ ხალხო. მაინტერესებს როდემდე უნდა იყოს ეს ხალხი ამ დღეში. ვაიმე. ვაიმე დედა მეთქი რა მტკივა. როდემდე უნდა იყოს ეს ხალხი ამ დღეში. წამოწოლილები ვიყავით მე და მარიკო. ნუ კაია გაგვაღვიძეს მადლობთ ადგომის დრო იყო ხა თადასტი გაგიჟები და გაგვიძება არ გვინდოდა, მაგრამ ნუ კაი როგორც იყო. გვესმის კი არა, მესმის ხმა. დედიკო ბამ გამაღვიძე. აი როგორი იცით სახლის ზანზარებს ხალხო ისეთი მუსიკების ხმა ის. მამამ გამაღვიძე. ხო. ვერ მივხვდი რა მოხდა. ვიფიქრე მამაჩემს ხო არ აქვს აწეული ხა მამაჩემი მუსიკას ხომ აღარ უსმენს ხოლმე, მაგრამ ანუ ასე რომ ინგრეოდეს სახლი ცოტა ვიეჭვერ შეიძლება არ იყო რა მამაჩემ. დილას გამაღვიძე. ხო და გამოვიფხიზლე ხალხო. გარეთ რა ვისხედან არ ვიცი ვინები მანქანაში და ანგრევენ უბანს ანგრევენ იმ ხელა ხმაზე აქვს აწევა. გავაღვიძე ავდექი გავიღვიძეთ უბრალოდ მე და ჯიმაშვილმა ვაიმე ამტკივდა თავი იმიტომ რომ ტყობა არ მეყო ძილი და თან უცებ ხმაურში რაღაცა ეთყობა ეს ემოციურად გავიღვიძე ალბათ რო არ მოგატყუოთ საათნახევარი გუგუნებდა ბოლო ხმაზე შუაღამის გამოღვიძა მამამ და დილას ავდექი კიდე შეკაი მამი და შვილო ხალხი რო ცხოვრობს საღამოა ისვენებს ხალხი და შენ აღრიალებ ისეთ ხმაზე რომ არ ვიცი ხა ყურები არ გტკიოდა ვინც იყავით რა ვიცი უძი ვინ იყვნენ არ ვიცი რა დედას გეფიცებით ეხლა რომ ზაფხული უკვე უახლოვდება გული მიკანკალებს იმიტომ რომ ისევე გამბავი უნდა დაიწყოს
აუარებელი მუსიკები, აუარებელი გლუდებისმაო, აი ამ ტერიტორიებზე ქუჩაში აუარებელი ეს რაღაცა ნარკოდამოკიდებული სასტავი რო დაბოლილები და გონზერვ არ არიან რა ხდება ამ ქვეყანაზე, ან რომელი საუკუნეა, ან საერთოდ და ნელ-ნელა ისეთებმა დაიწყეს ცუდ გზაზე სიარული ხალხო, აი რომ ეგონა რომ მეთქი შანსი არ არის. რა ის შანსი არ არის? ხელიდან კი არ ფეხიდან წასულები ხართ უკვე. ჰადე. ჩემი ყავა. არ ვიცი რა. მე შინია რომ ზაფხულში ბავშვს რო გარეთ გავიყვან იქნება არ ვიცი. ჩვენ მშობლებმა უნდა ვსდიოთ ჯერ ქუჩა მოვხვეტოთ ყოველ დღე შპრიცებით და სხვადასხვა რაღაცეებით და მერე დავიწყოთ, რა ვიცი, უბანში და ქუჩებში სიარული. მე არ ვიცი, რა ვიცი. არ ვიცი. რა როდემდე ვაპირებთ ამ მდგომარეობაში ყოფნას და როდემდე და ის ხო კიდევ იყო რომ ნუ ყიდულობთ ნახევარ ფაბრიკატებსო სახლში გააკეთეთო ეს არმაცი ქალები რო ხარდა და რაღაც ის გავს კომენტარები იყო. ეხლა ნახეთ, ნახევარ ფაბრიკატები იყიდება და მზასაკვები ზოგადად იყიდება ყველგან. ყველგან იყიდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს აბსოლუტური ნაგავი. ანუ რატო უნდა იყოს ნაგავი? აი რატო უნდა იყოს ნაგავი? შესაძლოა სახლში რო ამზადებ ისეთი გემრიელი არ იყოს, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ნაგავი უნდა იყოს და ნაგავს უნდა ჭამდეთ და დიდგორის ხინკლის არ იყოს. მე რჩები გაგიჩნდება. ხო აპარატით გაკეთებული როა, ჯერ ამ ხელა როა და მე მოპურჭულ, ანუ საზღარ შესახედაობა აქვს. რატომ გვაქვს ის მიდგომა, რომ მოდი რა სახში ძალიან კორეაში ძალიან ბევრი ადამიანია, ძალიან ბევრი, რომელიც სახში არ ამზადებს საკვებს და სხვათა შორის ბლოგერს უსმენდი, რომელიც ამბობდა, რომ კორეაში ზოგადად პროდუქტები არის საკმაოდ ძვირი და ამიტომ ადამიანებს ურჩევნიათ სადილად თუ ვახშამზე თუ ასე შემდეგ გავიდნენ გარეთ და იქ მიირთვან, იმიტომ რომ რეალურად ან იგივე უჯდებათ, ან უფრო ნაკლები. ან გამოიძახონ, რა ვიცი, ნებისმიერ რამ, ვიდრე სახლში მუდმივ რეჟიმში იკვებონ, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი ღირსო. მე არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ასე საუბრობდნენ. რას შვები დედა? მიირთვი. მოიცადე ხელის გასაწმედი მოგიტანო, ბოდიში გოგოებო ერთი წუთით. აი მე დედა. Quando amo e da sua cosa ci Mama ci ha gavitndo, rodis raunda gerdo. ხო და ეს არის. ანუ ესე ამბობდნენ ახლა რა მართალია თუ ისა, ახლა რატომ მოიტყუება რეალურად ხო? როცა იქ ცხოვრობ ადამიანი და ყველაფერი კარგად იცი ხარ, როცა გონზე არ ხატე, იქ არ ყანავყოფი, ესე ხარზე დამტკიცებით ხო ვერ იტყვი, მაგრამ ადამიანი იქ ცხოვრობს. ხო და მე რაც პროდუქტების ვიდეოებს რო აჩვენებდა, ის საკმაოდ მაღალი ფასები იყო, რა ვიცი, ესე აჩვენებდა ყოველ შემთხვევაში. შესაძლოა იმ მარკეტში იყო ასეთი მაღალი, მაგრამ არ ამგონი, ალბათ ზოგადად ძვირიანი სიამოვნება კორეა. ხო და ნახევარ ფაბრიკატები გვიკვირს ჩვენ, რომ ქალები არა ხართ, ოჯახის ქალები ვადექითო, მოზილეთეთ, ცომიოთ, ბიჭო, ვზელ და მე ჩემთვის გადასარევად ვაკეთებ. მაგრამ ხანდახან, როცა არის მომენტი, გაუთვალისწინებლად ხდება რაღაც, ვარ უგონოდ დაღლილი და არ მაქვს ის მარაგი გაკეთებული. მომივიდა სტუმარი, ან ასე შემდეგ, ან უბრალოდ არაფერი არ მჭირს, აი ეგ არ მინდა პოსტა რომ აი ესე ვიჯდე. და რა ვიცი, წავიდე ვიყიდო და ის მოხარშო და არაფერი მინდა ვაკეთო, ხო? რატო უნდა ვიყიდო ნაგავი? ანუ მაგით ვაправებთ მაგ ამბავს, რომ წადით ხალხო, მაშინ თქვენი ხელით გააკეთეთ თუ არა და ხა აბა რა გინდა? აბა რა მინდა, რას ქვია? მე ხო ფულს ვიხდი.
რა ვიცი, აბა, უფასოდ მაძლევს ვინმე? ხო, რაც შეეხება დიდგორიო 5 ლარად იყიდება, ვინმე მაჩვენეთ ხალხს სად იყიდება ამ 5 ლარად, იმიტომ რომ ჩვენ გვქორ ზვირად მოაქვს ხოლმე თქვენ სად ნახეთ მე არ ვიცი, მაგის მუტანასახში აღარ იქნება გასაგებია, მაგრამ ჯერ ვიზუალი აქვს ისეთი არ გინდა, ანუ არ გინდომება რომ იყიდო. ჩქარავ საუბრობდე, ანუ ნახეთ რა მართალს მეუბნება. მე თვითონაც ვაცნობიერებ ხოლმე რომ საკმაოდ სწრაფად ვსაუბრობ და არ არის რა თქმა უნდა კარგი. არ დაგარქვი რაღაცა. მართალი ხარ და სწრაფად ვსაუბრობ და არ შეიძლება და არ შეიძლება. მე დაბალღმაზე უნდა ილაპარაკო. კი, საყვარელი. არა. კი, დედიკო რა თქმა უნდა. ხო და აი არ ვიცი, ესე იგი ჰადედიკო, ნახევარ ფაბრიკატი, აი ქაბაბი და რაღაცეები ხა, არ ზუსტად გორიშება არ იყო, მაგრამ არ ვიცი რა ვიღაცების რომ მიყიდია, შევა დიდგორიც იყო არ მახსოვს. ყველაზე მინიმალურ ცეცხლზე უნდა დადგათ, რომ ნელ-ნელა შიგნიდანაც იშუშოს. და რო ჩაკბეჭ, ნუ შიგნიდან არის წყალივით რაღაცა საზისხრობა. ხო და რა ვიცი, რატო უნდა იყოს ისე, რომ ოფ, კაცო, ეხა რა წადი და მაშინ შეიძლება გააკეთე, აბა მეტი რა გინდა, რა მინდა და ხარისხი გენაცვალე. რა ვიცი, ეხა ნახევარ ფაბრიკატი რო გაქვს, იმას ანიშნავს, რომ მე შენ რაღაცა იმის რა ქვია, ის კილოს ხურც უნდა მაჭამო. გოგოები ისტორიებს წერენ და ბიჭებიც რა მნიშვნელობა აქვს, გაგიჟდებით ჩემს TikTok-ზე ხალხი რას წერს, რა იპოვეს ხინკალში, ხო, რას წერენ. ანუ აი სუდად ვარ, ახლა აი შეგრძნება მაქვს რომ მოვიწამლე. ანუ კომენტარები რო წავიკითხე, მეგონა რომ მოვიწამლე რა. ხო და ამით ახლა ვაპრავებ და მაშინ შენით გააკეთე, რას მელაპარაკები. აბა ესეთი ამბები გოგოებო. მეყავარი. ჩემი ცხოვრების ელექსი. ეს არ დამჯდა რა. იმდენი საქმეები იყო, ახლა ამდენი დროით ახლა დამჯექი. აშკარად მასაჟები მესაჭიროება გოგოებო სამსახურის მერე და კოლექტიურად ხوار წავიდეთ ერთხელ მასაჟზე. რა კარგი ყოფილა თურმე გოგო სახლში. მიუხედავად ასაკისა გადასარევად ვეწყობით ერთმანეთს ამ კუთხით მით უფრო ძალიან ჰარმონიაში ვართ. კიდე საყვარელო, შენ რომ მეხმარები ვეუბნები, რომ ძალიან მიხარია რომ მეხმარება მარიკო თქო და თავის ნივთებს, არა მხოლოდ თავის ნივთებს ალაგებს თქო. ასე რომ დიდი მადლობა და მადლობა შენთო მეხმარები. მე თავის ნივთები. მაიმი აქეთ მხარეს ახონხლილ ცელოფნებს არ ვიმჩნევთ, ეგ გასატანია სხვა სართულზე. გაიტას ვერ გეტყვით. ეს ამბავი გაიგეთ თამუსკინა და ის დატაკებია, ნუ კი კოშკელიშვილი. რა იყო, რა ვერ გაიხავით, ვერ გავიგე. 2 დღეა უკვე სული აღარ არის. წაიღო უკვე TikTok-მა. რა ხდება, რა მეტრახია, რვიმეს რამე წარჩვით, ვერ გავიგე. ხო, არ ვიცი, ქვეყანა ხო მიდის მაღლა. ხესა მიეკანებით. რა იყო, რა ვერ გაიხავით. ისაი სტატირის ის აქეთ. ახლა მეც ახალი ვარ და გული მაგ და ტრენდი ვარ და ინფლუენსერი ვარ და ხო უნდა ჩამება იმაში, თორე ვარჩემ არ მაინტერესებს. ხო? ახლა მე ისა ვარ. გაქალებული ნახალუკის თვალი და გული ვარ და რაში მენახულება ახლა რა ხდება, მაგრამ საქარლო შოკშია. ის რო არის. ისა კრისტი ლაბაძე რო დააცრევს ხალხს მაგრად. ხო, მაგაში რაღაცა მოხდა. რა მოხდა დამიწერეთ, მე არ ვიცი. რამე მოხდა, ისეთი ბოია იწია. აი შეიძლება მე არ მონიშნოთ, ახლა მე არ მათრიოს. ისთან აქედან. ხო, რა მოხდა? დაწერეთ, მეც მაინტერესებს. მაგრამ კაი ბაბი დაიшло, კანეიც.
აღარ არის ნერვები. რომელერზე ვიდანდო? რომელერზე? აღარ არის თითები აღარ ყოფნის, რომ ჩამოვთვალო. ხო? ბაი. ჰაი ხალხო. ახლა უნდა მოგიყვეთ ჩემი ისა, იმებთან ურთიერთობა. რა ქვია გოგო ფრთხილებს რო აკეთებენ? არა, მანიკურშები აღარ ქვია ეგ რო უთხრა თვალებს ამოგთხრიან. რა ქვია გოგო რო ქლიბავს? ისა რა რო ქლიბავს? ხო მასტერა. ჯვრის წერა მქონდა ერთხელ რა იცით გეგონა ხუჯე მქონდა ერთხელ. ხო? არ ვიცი დავიწყებია. ვაიმე, იმდენი ხანი დააგვიანა ხალხო. იმდენი მამაო, კიდე დაიწია. წირვა, ყველაფერი გადადო. ლამი ჯარდაუწერელი დამტოვა. მეორედ მადლობა ღმერთს გადაღება მქონდა რაღაცა მაგარი. ხო? არ ვიცი, გამექცა მეუთხარი ქალო ჟურნალისტი ტრონზე რა გახდა გატჭილი. ის ხო რა 55. არ ვიცი ხალხო, მიმაგდენი საათი ვინმე რა მესაკეთებს ბიჭი არ მინახავთ. ამონკალი და არ მინახავთ. ხოშმა რომ მენახა, არ მინახავთ რა. ამას სინებზე ჩავიდი, აბა ორი კვირით ადრე უნდა ჩაეწირო. რა ისევ ქალები ხო ცოცხალი იქნებ თუ არა? ეგ არის ორი კვირით ადრე როგორ ჩამეწირო. არ ვიცი რა. მაგარი ნერვები, არ ვიცი, მეშიბა მაგარი ნერვოზი მაგ და იმიტომ ნერვიულობ. არ ვიცი, ვერ გეტყვი. ახლა ვიპოვე ერთი კუკუ. დავიხედე და რიგები დაუდგა უკვე. რა იყოთ? შემეც ყველაფერზე რატო ნერვიულობ, მაგრამ რა ვიცი, ამ ნერვებს მეტყვი და გადამიხვა. ესეც მაგ. მე ყველაფერი მაგ. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა ჩემი მარიამის სიყვარულისათვის ძალიან მახარებს ძალიან ეს ფაქტი. ხვალამდე.